ბატონმა დავით ქობალია ძალიან ბევრი კიდევ საინტერესო მასალები მოგვაწოდა. ეს ახლა კონკრეტულად არ ეხება პუჩს, არ ეხება იმას, მაგრამ ეს შემადგენელი ნაწილია საქართველოს დანგრევის. ეს არის მესხეთ-ჯავახეთის პრობლემა, აჭარის პრობლემა, აი ამ რეგიონების და მე ბატონ დავით ქობალიას მინდა აი აქედან მივმართო და ვთხოვო, რომ ჩვენ აუცილებლად შევხვდეთ ერთმანეთს და ვისაუბროთ თურქი მესხების საკითხზე და როგორც ჟურნალისტმა ჟურნალისტს აი დავუსვა შეკითხვები და ჩვენ ერთად ვიყოთ ჟურნალისტებიც და რესპონდენტებიც, იმიტომ რომ ჩემთვისაც ძალიან მტკივნეულია, მე ადიგენის რაიონულ გაზეთში მოღვაწეობდი 88 წლიდან, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ისევ ძალიან მწვავედ იდგა ეგრეთ წოდებული თურქი მესხების საკითხი და დღეს ისევ განმეორდა ეს საკითხი. ბატონო ლოთი, ვახტანგ ნოდია უცებ წამოვიდა, როცა არ უნდა ჩამოსულიყო ხობში, მას ვიღაც დაუკავშირდა და ასეთი ვერსია არის, რომ ის გაყიდეს სინამდვილეში სპეციალურად მოუწყეს ხაფანგი, რომ ვახტანგ ნოდია უნდა მოეკლათ. და თუ არის ასეთი ვერსია, რომ თქვენ იცოდით ამის თაობაზე, მართალია? მე როგორ იცოდი, მე ვეუბნებოდი მაგას, რომ არ წახვიდე. არ წახვიდე, ნათქვამი მაქვს, არ წახვიდე. ჩემი ახლა იმ ბიჭის სახში იყო ის. აი ხო არის, შირივი რო არის ახლა. დიახ. იმის სახში იყო. და ვეუბნებოდი არ წახვიდე, იმიტომ რომ სანდო არავინ არ იყო. და სისხლისღვრელები იყვნენ ესენი და ვეუბნებოდი, მაგრამ მაგან არ დაიჯერა. როგორ ტყიას როგორ მესვიან. აი ასე არის, რომ პატიოსან ადამიანებს, სამშობლოზე შეყვარებულ ადამიანებს არ ჯერათ, რომ მას ტყვიას ესვრიან. ტყვია ესროლეს საქართველოს. ტყვია კონკრეტულ ადამიანებს არ ესროლეს. ტყვია საქართველოს ესროლეს და ტყვია ქართველებს ესროლეს. მაგრამ სანამ ცოცხლები ვართ, ჩვენ შეგვიძლია არა პირდაპირ ტყვიან ფრქვევი გავუშვათ აქედან, მაგრამ ჩვენი აი ამ მოკვლევითა და გამოძიებით და ინფორმაციების მიღებითა და შემდეგ თქვენთან რეალიზებით და შესაბამის სტრუქტურებში რეალიზებით, თუ კი ისინი მოგხედავენ, რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ აი ამ ტყვიან ფრქვებს ჩვენი საქართველოს გადასარჩენად. მე მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ აი ეს ლოზუნგი თავისუფლება ირაკლი დოკვაძეს, გაგიმარჯოთ თქვენ ბატონო ვახტანგ, დაგღალეთ